2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ ადამიანებზე და კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ. სპეციალური ანგარიში ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან ერთად 5 არასამთავრობო უწყებამ შეადგინა, რომლის პრეზენტაციაც დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა. თითქმის 200 გვერდიან დოკუმენტში საუბარია ომის შემდგომ პერიოდზე. ანგარიშში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული 1055 დევნილი ოჯახის ისტორიაც არის ასახული. დღეს პრეზენტაციას პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად აგვისტოს ომის დროს დევნილებიც ესწრებოდნენ. საბოლოო შედეგი ეს არის 3 ძირითადი თავი, რომელიც შესულია ანგარიში: ეთნიკური წმენდა, მკვლელობები, ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, სამოქალაქო და სამხედრო ტყვეები და ბუნებრივი ანგარიშის წინ აქვს მოკლე ისტორიული მიმოხილვა, რა ხდებოდა უშუალოდ ომის წინ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის საკმარის საფუძველი იმისა, რომ ეს ინფორმაცია იყოს გამოყენებული როგორც საფუძველი იმისა, რომ შემდგომი გამოძიება მოხდეს. საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მხრიდან თუ სხვა ორგანიზაციების მხრიდან. ანგარიში საუბარია როგორც ინდივიდუალურ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, არაერთ მკვლელობაზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ეთნოწმენდაზე ქართული სოფლების, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და საყურადღებო.